დღეს ჩინეთში თითქმის არავინ არის უფრო ძლიერი ვიდრე სი ძინპინი. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლესი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და ჩინეთის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელი. 2018 წელს ჩინეთის კონსტიტუციიდან პრეზიდენტის ვადის შეზღუდვა მოიხსნა. შემდეგ 2022 წელს. სი ძინპინმა მოიპოვა მესამე ვადა როგორც კომუნისტური პარტიის ლიდერმა, რაც წინა ჩინელ ლიდერებს 10 წლეულების განმავლობაში არ გაუკეთებიათ. ამის გამო სი ძინპინს ხშირად ადარებენ ყოფილ ლიდერ მაო ძედუნს. მაგრამ მათი კავშირი უფრო ღრმაა ვიდრე მხოლოდ დიდი ძალაუფლების ფლობა. სანამ სი ძინპინი დაიბადებოდა, მისი მამა სი ჯონგშუნი უკვე იყო კომუნისტური რევოლუციის ნაწილი. და იმის გასაგებად თუ როგორ დაიწყო სიების ოჯახის ისტორია, უნდა დავბრუნდეთ იმ დროს, როდესაც ჩინეთში კომუნისტური მოძრაობა თითქმის დამარცხდა. 1930-იან წლებში ჩინეთში სამოქალაქო ომი იყო. ერთმანეთს ებრძოდნენ ნაციონალისტური მთავრობა, რომელსაც ჩიანგ კაიშეკი ხელმძღვანელობდა, და კომუნისტური ძალები, რომელთა შორისაც იყო მაო ძედუნი. იმ დროს ნაციონალისტებს ქვეყნის დიდი ნაწილი კონტროლში ჰქონდათ და ისინი განმეორებით ცდილობდნენ კომუნისტური ბაზების ალყაში მოქცევასა და განადგურებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნისტური ბაზა იმ დროს ჯიანგსიში იყო, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. 1934 წელს ის უფრო ძლიერმა ნაციონალისტურმა ძალებმა ალყაში მოაქციეს. კომუნისტებს უკვე საკვებისა და მარაგების დეფიციტიც ჰქონდათ. თუ იქ დარჩებოდნენ, დიდი ალბათობით საბოლოოდ დამარცხდებოდნენ. ამიტომ 1934 წლის 16 ოქტომბერს წითელი არმიის დიდი ნაწილი უკანდახევას შეუდგა. 85,000-ზე მეტი ჯარისკაცი და სხვა კომუნისტი პერსონალი ნაციონალისტური ძალების ალყიდან გაიქცა. ეს უკანდახევა გახდა იმ მოვლენების დასაწყისი, რასაც დღეს გრძელი მარში ეწოდება. ეს უბრალოდ ადგილის შეცვლა არ ყოფილა. როდესაც წითელი არმია შორეულ მარშრუტზე მიემართებოდა, მათ ნაციონალისტური არმია კვლავ მისდევდა და ესმოდა თავს. ისინი მთებს, მდინარეებს, ცივ ადგილებსა და რთულ რელიეფს გადიოდნენ. ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა, დაავადდა. ჯგუფს ჩამოშორდა ან საბოლოოდ დატოვა იგი. გრძელი მარშის დასაწყისში მაო ჯერ კიდევ არ ხელმძღვანელობდა სამხედრო სტრატეგიას. იმ დროს მას გავლენის დიდი ნაწილი დაკარგული ჰქონდა, რადგან სხვა კომუნისტი ლიდერები მისთვის სასურველ პარტიზანულ ტაქტიკას არ მისდევდნენ. ეს არის ბრძოლის მეთოდი, რომელიც იყენებს სწრაფ შეტევებს, უშუალო დიდ ბრძოლებს, არიდებს თავს და იყენებს რელიეფს მტრის გასაჭირებლად. მაგრამ როდესაც წითელი არმიის მდგომარეობა გაუარესდა, მაოს პოზიცია კვლავ გაძლიერდა. 1935 წლის იანვარში კომუნისტი ლიდერების მნიშვნელოვან შეხვედრაზე ზუნიში ის დაბრუნდა როგორც ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი. მან შეცვალა არმიის მოძრაობა და მაქსიმალურად აირიდა ის ადგილები, სადაც ნაციონალისტებს ადვილად შეეძლოთ მათი დაბლოკვა. ნელ-ნელა შეიცვალა მათი მოგზაურობის მიმართულება. მათი მიზანი იყო ჩრდილოეთში მისვლა. შანსის პროვინციის ნაწილი, სადაც უკვე იყვნენ სხვა კომუნისტური ძალები და რევოლუციური ბაზები. და აქ ჩნდება სი ძინპინის მამის სახელი. სი ჯონგშუ იყო ერთ-ერთი ახალგაზრდა კომუნისტი რევოლუციონერი, რომელმაც შანსისა და განსუს რეგიონებში კომუნისტური ბაზების შექმნას შეუწყო ხელი. 1934 წელს ის გახდა რევოლუციური მთავრობის ხელმძღვანელობის ნაწილი ამ ტერიტორიაზე. 1935 წლისთვის იქ არსებული კომუნისტური ბაზები მნიშვნელოვანი უსაფრთხო ადგილი გახდა არმიებისთვის, რომლებიც გადაურჩნენ გრძელ მარშს. 1935 წლის ოქტომბერში მაოს ძალები ჩრდილოეთ შანსიში მივიდნენ. მხოლოდ მცირე ნაწილი იმ არმიისა, რომელმაც გრძელი მარში დაიწყო, მიაღწია ბოლომდე. მაგრამ კომუნისტური მოძრაობა გადარჩა და რაც თავარია, მაო ამ კრიზისიდან გამოვიდა. სი ოჯახისათვის კი შანსიში მომხდარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სი ძინპინის მამა იმ რევოლუციურ თაობას ეკუთვნოდა, რომელმაც ხელი შეუწყო იმ ადგილის შექმნას, სადაც კომუნისტური ძალები კვლავ გამაგრდნენ. და აი ასე მოხდა. გრძელი მარშის შემდეგ მაო ძედუნის პოზიცია კომუნისტურ პარტიაში სწრაფად გაძლიერდა. რადგან წითელი არმიის მთავარი ძალა თითქმის გარდაუვალი განადგურებისგან გადარჩა. გაიზარდა ნდობა მისი ლიდერობის მიმართ. მომდევნო წლებში ნელ-ნელა მან აიღო კონტროლი როგორც პოლიტიკურ პარტიაზე, ასევე არმიაზე. სანამ ჩინეთში კომუნისტური მოძრაობის მთავარ ლიდერად იქცეოდა. მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ მუშაობს ძალაუფლება კომუნისტურ პარტიაში. რადგან ეს დიდი ნაწილია სი ძინპინის ამის. ნელ-ნელა აგიხსნი, რომ უკეთ გაიგო. არსებობს დიდი ცენტრალური კომიტეტი, რომელიც შედგება პარტიის მრავალი მაღალი რანგის ოფიციალური პირისგან. აქედან ირჩევენ უფრო პატარა ჯგუფს, რომელსაც პოლიტბიურო ეწოდება. ხოლო პოლიტბიუროს შიგნით კიდევ უფრო პატარა და უფრო ძლიერ ჯგუფია, რომელსაც პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი ქვია. და ისინი არიან ჩინეთის უმაღლესი ლიდერები, ისინი განიხილავენ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მარტივად რო ვთქვათ,
კომუნისტური პარტია განსაზღვრავს ჩინეთის ძირითად მიმართულებას. ხოლო სამთავრობო სააგენტოები ამ გადაწყვეტილებებს ახორციელებენ. ეხლა კი, როცა მაო ძლიერდებოდა, ის კიდევ უფრო აძლიერებდა თავის გავლენას პარტიაში. 1945 წელს კომუნისტურმა პარტიამ ოფიციალურად დააწესა ეგრეთ წოდებული მაო ძედუნის იდეები, როგორც პარტიის მთავარი სახელმძღვანელი. ამიტომ მაო მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი არ იყო, მისი იდეები თავად გახდა კომუნისტური მოძრაობის მთავარი მიმართულება. 4 წლის შემდეგ, როდესაც კომუნისტურმა ძალებმა ჩინეთის სამოქალაქო ომის დიდი ნაწილი მოიგეს, 1959 წლის 1 ოქტომბერს, მაომ გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება. ჩიანგ კაიშეკის ნაციონალისტური მთავრობა კი ტაივანში გადაიხიზნა. ახალი მთავრობის შექმნის პარალელურად კომუნისტური რევოლუციის ბევრ ვეტერანს მნიშვნელოვანი თანამდებობები მიენიჭა. მათ შორის იყო სი ძინპინის მამა, სი ჯონგშუნი. რადგან მისი ოჯახი ძველი რევოლუციური ელიტის ნაწილი იყო, სი ძინპინი გაიზარდა იმ გარემოში, სადაც ასეთი გავლენიანი რევოლუციური ოჯახების შვილებს მოგვიანებით პრინცლინგებს უწოდებდნენ. მაგრამ მაოს მმართველობის დროს პარტიასთან სიახლოვე უსაფრთხოების გარანტიას არ იძლეოდა. 1962 წელს სი ძინპინის მამა ძალაუფლებას ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც იგი პოლიტიკური სკანდალის გამო დაადანაშაულეს. ის მაღალი თანამდებობიდან გადააყენეს და ხანგრძლივი გამოძიებისა და ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებიდან იზოლაციის პერიოდი გამოიარა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც კულტურული რევოლუცია დაიწყო. მაომ კულტურული რევოლუცია 1966 წელს ამოიწყო. მისი მიზანი იყო რევოლუციური სულისკვეთების გამტკიცება და იმ ადამიანების მოცილება, ვინც მისი აზრით კომუნიზმის სწორ გზას ასწდა. თუმცა ეს მასობრივი არეულობით დასრულდა. მასწავლებლები, ინტელექტუალები, სახელმწიფო მოხელეები და ვეტერანი კომუნისტი ლიდერებიც კი საჯაროდ დაამცირეს. ისინი დევნეს, დააპატიმრეს ან აწამეს. ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებდნენ წითელი გვარდიელები, მაოს მხარდამჭერი ახალგაზრდები, რომლებიც ეძებდნენ და ესხმოდნენ თავს მათ, ვისაც მტრად მიიჩნევდნენ. ზოგიერთი ყოფილი გავლენიანი ლიდერიც კი ვერ გადაუჩამეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ლიუ სიაოცი, ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებიდან გადააყენეს და ციხეში გარდაიცვალა. ასევე სი ჯონგშუნიც კვლავ დევნის მსხვერპლი გახდა. ის საჯარო დამცირების და ხანგრძლივი პატიმრობის ქვეშ მოაქციეს. მამის დაცემის შემდეგ სი ოჯახის კომფორტული ცხოვრება დასრულდა. სწორედ აქედან დაიწყო ზეწოლა ახალგაზრდა სი ძინპინზე. 1969 წელს სი ძინპინი ჯერ 16 წლისაც არ იყო, როცა იგი გაგზავნეს ლიანგჯიაჰეში, შანსის პროვინციის ერთ ღარიბ სოფელში. ეს იყო ფართომასშტაბიანი პროგრამის ნაწილი, რომელმაც მილიონობით ახალგაზრდა ქალაქებიდან სოფლებში გაგზავნა, რათა იქ ეცხოვრათ და ემუშავათ გლეხებთან ერთად. ეს სრულიად განსხვავდებოდა იმ ცხოვრებისგან, რომელსაც სი პეკინში იყო მიჩვეული. ის ცხოვრობდა უბრალო მღვიმის ტიპის საცხოვრებელში, რაც შანსის იმ ნაწილში ჩვეულებრივი იყო. ასრულებდა მძიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ტვირთს ეზიდებოდა და ცხოვრობდა ისეთ ადგილას, სადაც ბევრი ელემენტარული რამ არ იყო, რაც ადრე ქალაქში ჰქონდა. ის თითქმის 7 წელი დარჩა ლიანგჯიაჰეში. სულ რამდენიმე წელიწადში ის მაღალი რანგის კომუნისტი, ჩინოვნიკის შვილობიდან სი მოზარდი გახდა, რომელიც ძიმე სოფლის პირობებში მუშაობდა, მაშინ როცა მამამისი ძალაუფლებას მოკლებული იყო. მაგრამ რაღაც ურჩეულო მოხდა. იმის ნაცვლად, რომ საბოლოოდ დაშორებოდა კომუნისტურ პარტიას ოჯახის მდგომარეობის გამო, მან სულეთ საპირისპირო გააკეთა. ლიანგჯიაჰეში ყოფნისას მან არაერთხელ სცადა კომუნისტურ პარტიაში შესვლა, სანამ საბოლოოდ არ მიიღეს. როცა მაოს ეპოქა დასრულდა, პარტია, რომელმაც ოდესღაც მისი ოჯახი დატანჯა, სწორედ ის გზა გახდა, რომელსაც სი ძინპინი გამოიყენებდა, რათა ნელ-ნელა ასულიყო ჩინეთის უმაღლეს ხელისუფლებაში. როცა მაო ძედუნგი 1966 წელს გარდაიცვალა, ჩინეთს მხოლოდ ახალი ლიდერი არ ჭირდებოდა. საჭირო იყო, რომ კომუნისტურმა პარტიამ ასევე მოეგوارებინა სისტემა, რომელმაც მაოს უზარმაზარი ძალაუფლება მისცა. ბევრი ვეტერანი, ოფიციალური პირი, რომლებიც კულტურული რევოლუციის დროს მოხსნეს ან დასაჯეს, ნელ-ნელა დააბრუნეს მთავრობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დენ სიაოპინი, ვეტერანი კომუნისტი ლიდერი, რომელიც მაოს მმართველობის დროს ორჯერაც კი ჩამოაცილეს ხელისუფლებას. 1970-იანი წლების ბოლოსთვის დენ სიაოპინი გახდა ჩინეთის ყველაზე ძლიერი ლიდერი. თუმცა ის არც პრეზიდენტი და არც კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი არ ყოფილა. მაოს დროისგან განსხვავებით, როდესაც ყველა უმაღლესი თანამდებობა ერთ ადამიანს ეკავა, ძალაუფლება უფრო მეტად გაიღო სხვადასხვა ლიდერსა და ინსტიტუტს შორის. 1991 წელს კომუნისტურმა პარტიამ გამოაქვეყნა თავისი ისტორიის მნიშვნელოვანი ოფიციალური შეფასება. მან აღიარა მაოს როლი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებაში. მაგრამ ასევე დაგმო კულტურული რევოლუციის სერიოზული შეცდომები. ამასთან ერთად უფრო მეტად გაესვა ხაზი კოლექტიურ ხელმძღვანელობას. ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნისთვის
გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს მხოლოდ ერთი ადამიანი. დენგმა ასევე დიდი ცვლილებები შეიტანა ეკონომიკაში. ჩინეთი ნელ-ნელა გახსნა უცხოური ინვესტიციებისთვის, კერძო ბიზნესისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის. 1979 წელს დენგი ეწვია შეერთებულ შტატებს, რაც ჩინეთის ახალი კურსის ნათელი სიმბოლო იყო. შემდეგ ათწლეულებში მის დროს დაწყებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი დემოკრატიული გახდა. კომუნისტური პარტია კვლავ ინარჩუნებდა პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლს. 1989 წელს პეკინსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური პროტესტები გაიმართა. იანანმენის მოედანზე ბევრი სტუდენტი და მოქალაქე პოლიტიკურ რეფორმებსა და მეთავისუფლებას ითხოვდა. ივნისში მთავრობამ სამხედრო ძალა გამოიყენა პროტესტის დასასრულებლად. ზუსტი რაოდენობა დაღუპულთა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ცხადია, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპა. ცვლილებების პერიოდში ჩინეთ ამ დროს იწყებოდა სი ძინპინის გრძელი პოლიტიკური კარიერა. სოფელში გატარებული პერიოდის შემდეგ სი ძინპინმა სწავლა დაიწყო ცინქუას უნივერსიტეტში, პეკინში. 1970-იან წლებში ის უკვე კომუნისტური პარტიის წევრი იყო. და იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ცენტრალურ მთავრობასთან ახლოს დარჩენილიყო, სი ძინპინმა გადაწყვიტა კარიერა ჩინეთის სხვადასხვა ნაწილში აეწყო. 1980-იანი წლების დასაწყისში ის მუშაობდა ჟენგდინგის ოლქში, ხებეის პროვინციაში, პეკინთან ახლოს. ეს არ იყო ყველაზე მაღალი თანამდებობა და ყველაზე მდიდარი ადგილი ჩინეთში. მაგრამ სწორედ აქ დაიწყო სი ძინპინმა უშუალო გამოცდილების მიღება ადგილობრივ ხელისუფლებაში. შემდეგ ის გადავიდა ფუჯიანში, სანაპირო პროვინციაში, რომელიც ტაივანის პირისპირ მდებარეობს. ფუჯიანში მან 17 წელზე მეტი იმუშავა სხვადასხვა პოზიციას. იყო ადგილობრივი მოხელე, ქალაქის ლიდერი, პროვინციის ხელმძღვანელის მოადგილე და მოგვიანებით გუბერნატორი. ამიტომ სი იხილა თუ როგორ იმართებოდა ადგილობრივი ეკონომიკა და მთავრობა იმ პერიოდში, როცა ჩინეთი სწრაფად იხსნებოდა. ბიზნესსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ფუჯიანიდან სი გადავიდა ჯეჯიანში. ეს არის მდიდარი სანაპირო პროვინცია, რომელიც ცნობილია მრავალი კერძო ბიზნესით. ის გახდა გუბერნატორი და შემდეგ პარტიის მდივანი, რაც პროვინციაში კომუნისტური პარტიის უმაღლესი თანამდებობა. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სი არ ითვლებოდა ჩინეთის ლიდერობისთვის ყველაზე ძლიერ ან ყველაზე ხმაურიან კანდიდატად. მაგრამ მან მნიშვნელოვანი რამ შექმნა. ხანგრძლივი მმართველობის გამოცდილება სხვადასხვა რეგიონში და კავშირები კომუნისტურ პარტიაში დიდი შესაძლებლობა 2007 წელს გამოჩნდა. შანხაიში დიდი კორუფციული სკანდალი მოხდა და ქალაქის ყოფილი პარტიის მდივანი გაგზავნეს შანხაიში, როგორც შანხაი. ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, იქ მხოლოდ 7 თვე დარჩა. 2007 წლის ოქტომბერში სი აირჩიეს პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრად. ამ დროისთვის ის უკვე იმ 7 ყველაზე ძლიერ ჩინელ ოფიციალურს შორის იყო. 1 წლის შემდეგ ის ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. სწორედ ამ პოზიციებმა დააყენეს იგი მომავალი ლიდერების რიგში. და 2012 წელს მას შემდეგ, რაც ხუძინტაომ დატოვა გენერალური მდივნის პოსტი, სი ძინპინი გახდა კომუნისტური პარტიის უმაღლესი ლიდერი. ამასთან ერთად მან ასევე ჩაიბარა ცენტრალური სამხედრო კომისიის ხელმძღვანელობა. ამიტომაც მას ეკავა პარტიისა და არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობის კონტროლი. 2013 წელს ის ჩინეთის პრეზიდენტიც გახდა. თითქმის 3 ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებიდან პეკინამდე აღმასვლის შემდეგ სი ძინპინი ახლა უკვე მწვერვალზე. მაგრამ სწორედ აქ დაიწყო ცვლილებები იმ სისტემაში, რომელიც მაოს შემდეგ შეიქმნა. კოლექტიური ხელმძღვანელობა, რომელიც დენ სიაოპინისა და მის შემდეგი ლიდერების დროს მნიშვნელოვანი იყო, ნელ-ნელა კარგავდა მნიშვნელობას. როდესაც მეტი ძალაუფლება სი ძინპინს გადაეცა, მისი ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი იყო მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია. ათასობით ჩინოვნიკი დაბალი რანგიდან კომუნისტური პარტიის უმაღლეს დონემდე გამოიძიეს და დასაჯეს. ამ კამპანიის მიზანი იყო მთავრობის კორუფციის გაწმენდა. ამასთან ერთად ბევრი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც ძინპინისთვის შესაძლო დაბრკოლებას წარმოადგენდნენ, დაკარგეს თავიანთი პოზიციები. და როცა ეს კამპანია გრძელდებოდა, ნელ-ნელა ჩანს, რომ ლიდერი, რომელიც ოდესღაც თინეიჯერობისას პეკინიდან გააძევეს, მხოლოდ ძალაუფლების ცენტრში დაბრუნებით არ შემოიფარგო. ის ასევე იწყებს იმის შეცვლას, თუ როგორ მუშაობს თავად ძალაუფლება ჩინეთში. სი ძინპინის მმართველობის პირველ წლებში ანტიკორუფციული კამპანია სწრაფად გაფართოვდა. კომუნისტური პარტიისა და სამხედროების მრავალი მაღალი თანამდებობის პირი გამოიძიეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ან დააპატიმრეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე იყო ჯოუ იონკანის საქმე, ყოფილი წევრი პოლიტბიუროს, მუდმივი კომიტეტისა და ჩინეთის შიდა უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი. 2015 წელს მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა კორუფციისა და სხვა საქმეების გამო.
მომდევნო წლებში მილიონობით პარტიის ოფიციალური პირი დაისაჯა სხვადასხვა დისციპლინარული დარღვევებისთვის. კამპანია გაგრძელდება 2026 წლამდე, მათ შორის ახალი გამოძიებები მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირების მიმართ. კომუნისტური პარტიისთვის კამპანია აჩვენებს, რომ არც ერთი ოფიციალური პირი არ უნდა იყოს დაცული თუ კორუფციაში გაეხმება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ამას დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ზოგიერთი ყოფილი გავლენიანი ოფიციალური პირი აღარ არის ხელისუფლებაში, მაშინ როცა სისთან დაახლოებული ლიდერები უფრო ხშირად ხვდებიან მნიშვნელოვან პოზიციებს. ამის გამო მისი მმართველობის პერიოდში ძალაუფლება უფრო ცენტრალიზებული გახდა. ამასთან ერთად სი ძინპინის პირადი პოლიტიკური სტატუსიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წელს კომუნისტური პარტიის კონსტიტუციაში შევიდა სი ძინპინის აზრები ჩინური სპეციფიკის მქონე სოციალიზმზე ახალი ეპოქისთვის. 2021 წელს პარტიამ გამოსცა თავისი ისტორიის მესამე მთავარი ისტორიული რეზოლუცია. დოკუმენტის დიდი ნაწილი მიეძღვნა სი ძინპინის როლს, როგორც კომუნისტური პარტიის ახალი ეპოქის power leaders. როდესაც სი ძინპინის პოზიცია ჩინეთში ძლიერდებოდა, ამავდროულად ქვეყნის ძალაუფლება საზღვრებს გარეთაც იზრდება. მისი ხელმძღვანელობით ჩინეთმა გააგრძელა სამხედრო ძალის სწრაფი გაძლიერება და უფრო აქტიური გახდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტაივანი და სამხრეთ ჩინეთის ზღვა. მთავრობის პოლიტიკის ცენტრში უფრო მეტად მოექცა ეროვნული უსაფრთხოება, მათ შორის ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის უფრო მკაცრი კონტროლი. ჰონგ-კონგში დიდი ცვლილებები მოხდა 2019 წლის მასშტაბური პროტესტის შემდეგ. 2020 წელს პეკინმა მიიღო ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც მძიმე სასჯელს აწესებს ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა გამოყოფა, ძირგამომთხელი საქმიანობა და უცხო ძალებთან თანამშრომლობა. 2024 წელს ჰონგ-კონგმა დაამატა კიდევ ერთი უსაფრთხოების კანონი. ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მთავრობები აცხადებენ, რომ ეს კანონები აუცილებელია უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ხოლო კრიტიკოსებისა და ზოგიერთი უცხო ქვეყნის მთავრობისთვის შეიზღუდა ადრე არსებული პოლიტიკური თავისუფლებები და ოპოზიციის სივრცე ჰონგ-კონგში. კიდევ ერთი საკამათო ნაწილი სი ძინპინის ეპოქაში მოხდა სინძიანში. ეს არის მრავალი უიღურის ეთნიკური ჯგუფის, რომლის უმეტესობა მუსლიმია, სამშობლო. 2022 წელს დაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ უიღურებისა და სხვა მუსლიმური თემების მიმართ სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები ხდება. მათ შორისაა მასობრივი თვითნებური დაკავებები და ოფისის განცხადებით ზოგიერთი ქმედება შეიძლება საერთაშორისო დანაშაულად კვალიფიცირდეს. ჩინეთის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ასეთ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი პროგრამები სინძიანში მიმართულია ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას. მაგრამ სი ძინპინის მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი გამოწვევა COVID პანდემიის დროს გამოიკვეთა. დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთმა დანერგა ეგრეთ წოდებული ნულოვანი COVID პოლიტიკა. გამოიყენეს ლოკდაუნები, მასობრივი ტესტირება და მკაცრი კარანტინი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. 2022 წლის ბოლოსთვის ამ პოლიტიკამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე. შინჯანგის ურუმჩიში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შემდეგ, სადაც ოფიციალური მონაცემებით 10 ადამიანი გარდაიცვალა, სხვადასხვა ქალაქში პროტესტები აგორდა. ბევრი ადამიანი ითხოვდა, რომ დემტავრებინა მკაცრი COVID-ს შეზღუდვებით და რამდენიმე აქტიაში განსაკუთრებით იშვიათი მოწოდებებიც კი გაისმა თავად სი ძინპინისა და კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. რამდენიმე რიგის შემდეგ ჩინეთმა სტორულად შეამცირა ბევრი ძირითადი ნავილი ზერო COVID-ის სისტემის. 2022 წლის დეკემბერში დასრულდა ბევრი ლოკდაუნი, მასობრივი ტესტირების, მოჩვენები და სხვა მკაცრი შეზღუდვები. ბევრი მიზეზი არის ამ ცვლილების შესახებ. მათ შორის იყო ეკონომიკური ზეწოლა და მთავრობის მზადება გახსნისთვის. მაგრამ როიტერსის მიქსედვით, მასობრივმა პროტესტებმა ხელი შეუწყო გადაწყვეტილების დაჩქარებას. პროტესტების ვინ ში მიაგეშვა ნიშნულოვანი პოლიტიკური გამარჯვება. 2022 თისლის ოქტომბერში ის კიდევ გაარჩიეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე. მესამე 5 წლიანი ვადისთვის ამავე დროს რაცნესახსალის სამშვიდიანიანი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც შედგებოდა იმ ჩინოვნიკებისგან, რომელიც სისთან პოლიტიკურად ახლობელია ან მისგან დამოკიდებულია. და ამის შემდეგ მაღალ პოზიციებზე წმენდა არ შეჩერებულა. 2023-დან 2026-მდე ერთმანეთს შემდეგ გამოიძიეს ან გადააყენეს. რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და სამთავრობო ფიგურები 2026 ველს უკვე გენერალ ჯანგ იუქსია, რომელიც ცენტრალური სამხედრო კომისიის ერთ-ერთ უმაღლესი პირობა და ჩისთან ძალიან ახლობელი
გამოიციეს გამოძებაში. ეს ახვენებს, რომ ლიდერობა გრძელდება ანტიკორუფციული კამპანიის გამოინებას, ხოლმე იმ ადამიანების ვინააღმდეგაც, რომლებიც ადრეში და ურეში იყვნენ. თუმცა, გეს ჩინეთის სიტუაცია უფრო რთული და კომპლექსურია ვიდრე მასინ, როდესაც პირველად დაიკავა ამ პოზიციაზე. მაგრამ მისი ეკონომიკური ზომა ძალიან დიდია და ის ერთ-ერთ უმაღლესი ძალოვანი გვიანა ამ მსოფლიოში. თუმცა, გეს ეკონომიკური ზრდა-შეგავა შედარებით ვინადეკადებთან, იმ დროს როცა გვიანას ეკება პრობლემებს და როგორც არის უძრავი ეკონომიკის სექტორის სისუსტე. მაგალი ვალდებულებები და დაბალი შიგნით მოჩოვნა. აქ შეგიძლია ნახოთ, რამდენად სწორს არის მისული სი ჯინპინი. მოზარდობის ასაკში მან ნახა, როგორ დაკარგა ძალა მისი მამა და ის თავისთავად გაგზავნეს სოფელში იმაოს დროს. შემდეგ იმის მაგივრად, რომ დატოვებინა კომუნისტური პარტია, ის გამოიყენებდა იგივე პოლიტიკური სისტემა, რომ ნელ-ნელა აღდგა ადგილობრივი მმართველობისგან ჩინეთის უმაღლეს პოზიციამდე. და აქვე შეგიძლია ნახოთ ჩინეთის თანამედროვე პოლიტიკური ისტორიის იბელასე დიდი ჩიბლილება. მაუსიკ ვიდლის შემდგომ ლიდერებმაც და რომ ერთ ადამიანზე ძალიან დიდი ძალის აკუმულირება შეზღუდათ. სისქვეს ის დიდი ნავილი ძალის კიდევ და კიდევ ცენტრალიზებული გახდა უმაღლეს ლიდერთან. ამიტომ სი ჯინპინ ის ისტორია არ არის მხოლოდ ერთ ადამიანის ისტორია, რომელიც მისი ოიაქსის დაქცევის შემდეგ გაბლაბვა მოდგა. ეს ასევე ისტორია იმაზე, როგორ შეეხვალა კიდევ ხელმძღვანელობის სისტემა ჩინეთში, იმ დროიდან, როცა მაოს შემდეგ ძელის გადანოილებას კედეს, იმ დრომდე, სადაც პარტიის მიმართულება მთავრობა და სამხედრო კვლავ უფრო მეტად ერთი ლიდერის ირგვლივ უტრიალებს.